მინდა დავიწყო მადლიერების სიტყვებით და აღვნიშნო, რომ ესეთი სტიქია, რომელიც ბოლო 10 დღის განმავლობაში დაატყდა თავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და მათ შორის აჭარას და ჩვენს მშობლიურ ქალაქ ბათუმს, არის ძალიან იშვიათი. მე ქეთს ვიხრი ბათუმის მერიის სამსახურების წინაშე და მადლობას ვეუბნები მათ ამ გაწეული სამსახურისათვის. ალბათ შემომიერთდებით კოლეგები აი ამ და ერთიანი სულისკვეთება იქნება ამ კუთხით. ეხლა უკვე იცით, რომ ხვალიდან ამინდები გამოსწორდება და უკვე ეს თოვლის დადნება და ეს სტიქია დარჩება როგორც ერთმუშტად შეგრული გუნდის ერთიანი ძალისხმევით გადატანილი, ძალიან რბილად გადატანილი სტიქიური მოვლენა. მადლობთ. მეც მინდა აღვნიშნო და შევუერთდე მსგავსი განცხადება გავაკეთო. მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს ხელისუფლებას, აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ყველა ადამიანს, ვინც გამოვიდა და ვინც ებრძოდა სტიქიას, ესე ვთქვათ, 24 საათიან რეჟიმში ვხედავდით 5-6 დღის განმავლობაში არ გაჩერებულან და ძალიან რთული იყო სიტუაციაში ყურება და ნახვა იმისი, რომ სოციალურ ქსელში ბევრს წავაწყდებოდი რაღაცა სალანძღავ განცხადებებს და სიტყვებს ამ კლავიატურის ლომებს, ესე ვთქვათ, კლავიატურასთან ჯდომის მაგვრად თითო მუჭი თოვლი გადაიყარათ თავს საკუთარი მანქანებიდან, ეზოდან, ხეებიდან, სადარბაზოებიდან უფრო მეტი საქმე გაკეთებოდა და უფრო კარგად იქნებოდა საქმე და დარწმუნებული ვარ და ასე რომ ვერანაირად ვერ მივიღებ მათ შენიშვნას და მადლობა ყველას აბსოლუტურად, ვინც ჩართული იყო ამ სამუშაოებში. მეც მინდა სტიქიასთან დაკავშირებით ორი სიტყვა ვთქვა. პირველ რიგში დიდი მადლობა მერს და ყველა იმ თანამშრომელს, ვინც 24 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდა იმისათვის, რომ დილით მოწესრიგებული ყოფილიყო შედარებით ქუჩები, იყო წუხილი, ელემენტარული კომფორტი არ ქონდა ხალხს, მანქანით ვერ გამოვიდნენ თურმე 4 დღე და ამისათვის ილანძღებოდა ზოგიერთები სოციალურ ქსელში. დანარჩენ წელში იყო გასუფთავებული ქუჩები, ძირითადი ქუჩებზე მაქვს საუბარი და მოძრაობდა ის ტრანსპორტი, რომელიც აუცილებელია ამ დროს სტიქიის დროს იმოძრაოს. მეც კიდე მინდა გამოვხატო დიდი მადლობა ჩვენი სამსახურების მიმართ. მიუჩვეველი ვარ ჩვენ ამ თოვს და პრობლემა იყო არა მხოლოდ ბათუმში, არამედ მთლიანად დასავლეთ საქართველოში. მაღალმთიანეთში მიჩვეულები არიან ალბათ ჩვენი მოსახლეობა, ვლაპარაკობთ ამაზე ბატონო ირაკლი და ჯერჯერობით ყველაფერი მიდის კარგად ჩვენი მოსახლეობის ძალისხმევით და რა თქმა უნდა ხელისუფლების დახმარებით. რაც შეეხება ბათუმს, ბათუმში ყველაფერი გააკეთა ჩვენმა მერმა და მერიის სამსახურებმა, რომ პრობლემა გადაწყვეტილიყო ეტაპობრივად. მაშინ როცა თოვლი ჩვენთან არის 10-15 წელიწადში ერთხელ ასეთი თოვლიანობა პრინციპში ამის მეტი დაგეგმარება უკვე ალბათ შეუძლებელი იყო და თუ ალბათ თოვს მივეჩვევით 2-3 წელიწადში ერთხელ უკეთესი გამოსავალი, უკეთესი შესაძლებლობები გვექნება რომ გავუმკლავდეთ თოვს.